ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე გალთენ თაგართმა ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზი 100 მილიონი დოლარით შეამცირა. თუ საინვესტიციო ბანკი ირანის ომამდე წელს ტურიზმიდან 5 მილიარდი დოლარის მიღებას ელოდა, განახლებული მოლოდინი 4 მილიარდ 900 მილიონი დოლარის ფარგლებშია. რა გავლენას ახდენს კონფლიქტი ტურიზმზე და რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას ვიზიტორთა რაოდენობის შესანარჩუნებლად სტუმართან Solve პროექტის დამფუძნებელთან და გენერალურ დირექტორთან ვალერი ჩეხერიასთან ერთად ვიმშერებთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემას სტუმრობისთვის. საკმაოდ კარგად დაიწყო 2026 წელი ტურიზმის ინდუსტრიამ. 2025 წლის ბოლო ძალიან კარგი შედეგები დავასრულეთ, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა საკმაოდ რთული მოლოდინები გააჩინა. ამჟამად რა მდგომარეობა, რა ტენდენციებია და ის, რასაც გალთი ვარაუდობს, რამდენად გავთავად ამ სექტორში მომუშავე კომპანიებს, რომ დავუშვათ ეს პროგნოზი რეალურად ამ მასშტაბზე დაждდება თუ მაინც დადებითი მოლოდინებისკენ იხრებით. მადლობა მაია, მივესალმებ მაყურებელს. დასაკვირველია ყოველი ესეთი მოძრაობა, ყოველი ესეთი კონფლიქტი, ომი თუ რაღაცა რაც ჩვენ რეგიონში ხდება, ყოველთვის აისახება ტურიზმზე. მით უმეტეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოში ყავს უდიდესი რაოდენობა ისრაელის ტურისტები, რომლებიც რეალურად ჩვენი ბაზრის დატვირთულობის ძალიან დიდ პროცენტს შეადგენენ. ეს არის ერთ-ერთი რომელიც ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელიც შეიძლება ამის გამოც გალთის პროგნოზიც ამიტომ იყო, რომ რაღაცა გარკვეული შემცირება იქნებოდა. კარგი დასაწყისი იყო ნამდვილად, თუმცა დღეს ძალიან დიდი ვარდნა არის, ძალიან სერიოზული ჩანაცვლებაზე ფიქრობს ყველა ტურისტის ჩანაცვლებაზე ფიქრობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ისრაელი და ეს ბაზრები, ახლო აღმოსავლეთის ბაზრები არის ისეთი ბაზრები, რომელთაც ომი დასრულდება თუ არა, მეორე დღეს დაიწყებენ ისევ მოგზაურობას, ეს გვაჩვენა შარშან პალესტინის ომმაც და რეალურად იყო ორკვირიანი შეფერხებები ჰქონდა საქართველოს და მეორე დღიდან ისევ ამოქმედა ტურიზმი. თუმცა კიდევ ერთ მნიშვნელოვან დანაკლისზე შეგვიძლია ვისაუბროთ განსაკუთრებით არაბული ქვეყნების გათვალისწინებით, რადგან ეს ბოლო პერიოდში ჩანდა, რომ ეს ქვეყნები საკმაოდ მნიშვნელოვან დაუშვათ სეგმენტს წარმოადგენდა ჩვენი ტურიზმის. იცით არის დღეს რო გითხრათ, მე ვესაუბრე რამოდენიმე, მე არა ვარ აქტიურად ოპერაციაში ჩართული, თუმცა ვესაუბრე რამოდენიმე სასტუმროს, ვარ ლოპოტას ბორდის თავმჯდომარე, ასევე ვიცი რომ დაუშვათ ჩვენი დატვირთულობებიდან ჩვენი დიდი მოლოდინი იყო, რომ დაუშვათ უკვე აპრილიდან დაიწყებოდა მათი შემოსვლები, იმიტომ რომ ესეთი აქტიური პერიოდი ახლა იწყება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი რა, ზაფხულის გაუქმებები არ არის ჯერჯერობით და უკვე კარგი ტენდენცია რომ ზაფხულის გაუქმებები არ არის, თუმცა დღეს რაც არის გაუქმებები, საკმაოდ მაღალი პროცენტი, სადღაც დაახლოებით სასტუმროების დატვირთულობის სადღაც 20-30%-დან მეტი შეიძლება კონკრეტულად რეგიონალური სასტუმროები შეიძლება მეტი წყი იყოს, მათი წილი შეადგენდეს 40%-ამდე და მეცაც კი. აქედან გამომდინარე, ეს პერიოდი, რომელიც იქნება აპრილი მაისის ჩანაცვლებები აუცილებლად სხვადასხვა ბაზრებზე ექნება სანახავი, თუმცა მეორე დადებით რაღაცა იმასაც ტენდენციასაც დავინახავთ, იმიტომ რომ დუბაიში მოგზაურების რაოდენობა შემცირდა, მათი გადმოშიფტვა შეიძლება მოხდეს საქართველოში, იმიქიდან გამომდინარე, რომ ის მომხმარებელი, რომელიც აპირებდა დუბაიში დასვენებას, ის მომხმარებელი, რომელიც აპირებდა წასვლას დაუშვათ თუნდაც თურქეთის სანაპიროზე, ისინი კიდევ უფრო მეტ რისკის ქვეშ განიხილებიან ვიდრე საქართველო და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ტურიზმი აი ამ ნაწილში შეიძლება რაღაცა მოკლეს ვადაში ჩანაცვლებას. კარგ ნაწილს შეეხეთ, ყოველთვის როდესაც ამობთ ხოლმე რაღაც კონკრეტულად რა რაღაც მომენტში გვაქვს პრობლემა, იმავდროულად და ეს ძალიან კარგია, ბუნებრივია, როდესაც ამ სექტორის წარმომადგენლებს გაქვთ გარკვეულწილად იმის დანახვის შესაძლებლობაც, რომ საიდან შეიძლება დაუშვათ შევისოთ ეს დანაკლისი. იმ ადამიანს, რომელსაც ამ სექტორში მუშაობის ამდენწლიანი გამოცდილება გაქვთ, სად არის რეალური რესურსი, ანუ საიდან შეგვიძლია მოვიზიდოთ ახლა ტურისტები, რადგან ახსენეთ დუბაიში წამსვლელი ტურისტის არ ვიცი რამდენად ჩავანაცვლებ, თუმცა თურქეთის სანაპირო ზოლი გარკვეულწილად მიუხედავად მისი მასშტაბების დიდი განსხვავებისა ჩვენ შემთხვევასთან და თურქეთის სანაპიროებს შორის, მაინც ალბათ უფრო შესაძლებელია. რეალურად საიდან ველით ამ ტურისტებს არის ამ ომმა გამოიწვია ისიც, რომ რასაკვირველია თვითმფრინავის ბილეთების ფასებით საკმაოდ გაზრდილი არის რა. ჩვენთან
ტურისტულად შემოდის ძალიან დიდი პროცენტი სახმელეთო საზღვრიდან ჩვენი მეზობელი ქვეყნები, რომლებზედაც მაქსიმალური აქცენტი უნდა ავიღოთ ისევ მეზობელი ქვეყნების სწრაფად ჩანაცვლებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ სახმელეთო საზღვარი კიდევ უფრო მეტად დაიტვირთოს და ამის კარგი შესაძლებლობა გვაქვს ნამდვილად, რომ შევთავაზოთ კიდევ უფრო კარგი რაღაცა ახალი პროდუქტები და რაღაცა გარკვეული ახალი პეკეჯები, როგორც შეიძლება ტურისტული პეკეჯი, რომელიც შეიძლება იყოს შეთავაზებული ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, იმიტომ რომ რუსეთის ძალიან დიდი ნაწილი მოდის და რუსეთის დამსვენებლები არიან ზუსტად ის დუბაის დამსვენებლები, დუბაიში დამსვენებლები, რომლებიც შეიძლება რომ ჩავანაცვლოთ და შევთავაზოთ საქართველოს სეზონზე კი ბატონო, ასევე რეალურად კი აბსოლუტურად ნამდვილად რუსი დამსვენებელი ყველაზე აქტიურია, ამიტომ შეიძლება რომ ჩვენი ამ შეთავაზებებით შეიძლება რომ აი ესეთი წამოვიყვანოთ და სწრაფი ჩანაცვლება ამითი განხორციელდეს, ასევე რასაკვირველია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინდოეთის ბაზარი, ინდოეთის ბაზრის ზარზე ყურადღების აქტიურად გამახვილება და კიდევ უფრო მეტი PR მარკეტინგული კამპანიის დაწყება. ევროპა რასაკვირველია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპის ძალიან დიდი მომხმარებელიც ასევე დუბაისზე განიხილავდა და ყოველთვის ამ პერიოდში ყველაზე მაღალი სეზონი იწყებოდა იქაც, თუმცა დაუშვათ შეიძლება რომ თურქეთის და დუბაის ალტერნატივად შეიძლება იყოს განხილული საქართველო, თუმცა ამას აქტიური სწრაფად მუშაობა ჭირდება, კარგი აქტიური მარკეტინგული კამპანიების დაწყება გვჭირდება ეხლა სწრაფად. ჩვენ იცით რომ ვართ ერთ-ერთი თანამასპინძელი ქვეყანა ჩინეთის IT-ზე, რომელიც ახლა უნდა გაიმართოს და დაუშვათ აქაც ძალიან დიდი შანსი გვაქვს და ძალიან კარგად წავსდგეთ და ვაჩვენოთ ის რომ უსაფრთხო ვართ, ის რომ განსხვავებით დაუშვათ იმ რეგიონების, რომელიც უახლოესად ეკვრის წინ და დაუშვათ პირდაპირ საფრთხის ქვეშ არის, შეიძლება ესე ვთქვათ და დღეს ავინახეთ რომ იბომბება ბევრი ის ქალაქები, სადაც შეიძლება საშიში გახდათ უკვე მოგზაურობა, რომელიც ალბათ ყველაზე წარმოუდგენელი ჩადარა ხომ დუბაის დაბომბვა. ბატონო, აბსოლუტურად, თუმცა აი ეს პერსპექტივა გვაქვს, ეს მოლოდინი გვაქვს, ეს იმედი გვაქვს ამ ტურისტში სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რომ ამითი შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახით, ძალიან სწრაფი კამპანიები და შეთავაზებები ჭირდება ამ ბაზრებს. ხო, ეხლა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ ნაწილთან მივედით, რომელზეც მე და თქვენ ბევრჯერ გვისაუბრია. გვაქვს კი ისეთი შეთავაზებები, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ თუნდაც აი ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში, რომელიც შეიქმნა ამ ბაზრებზე, წამოვიყვანოთ დაუშვათ სხვადასხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით მაღალ მხარჯველ ტურისტებს, როდესაც ვაკეთებთ აქციებს. გვაქვს კი სათანადო შეთავაზებები, ინფრასტრუქტურა, რეალურად სამასპინძლო სექტორი არის კი დღეს იმ მდგომარეობაში, რომ ასეთი შეთავაზებების გაკეთება შეძლოს? იცით რა არის, ყოველ შემთხვევაში ის მოლოდინი, რომელიც დღეს სასტუმროებს და ყველა იმ ჰოსპიტალიტის მიმართულებას ჰქონდა დღეს საქართველოში, რომ იცოდა რომ იტვირთებოდა და დაუშვათ რაღაცა უკვე პრობლემა არ იყო და შევსებული ჰქონდათ ეს თვეები ამ ბაზრით დაუშვათ და შესაბამისი ფასიც იყო დადებული, წარმოდგენილი, შეიძლება ფასების გადახედვაც დაგვჭირდეს და შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი ფასის შეთავაზების გაკეთება ჩვენ ხარჯზე დავარდეს სამწუხაროდ ფასები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი რა ნოლის მიღებას, ჯობია რომ რასაკვირველია გარკვეული ტურიზმი მიიღოთ, რაც შეეხება მაღალხარჯველიან ტურისტს, დღეს პროდუქტები ამის მე დღეს დიდად ვერ ხედავ რომ საქართველოს ბაზარზე არსებობდეს, სამწუხაროდ ახალი განახლება ჭირდება ამ პროდუქტებს, ჭირდება ბევრი ახალი მიმართულებების, როგორც რეგიონებში, ასევე ქალაქში დანახვება, ბიზნეს ტურიზმის მოგზაურზე უფრო მეტად გავაკეთებდი აქცენტს, რომ შეიძლება რაღაცა გარკვეული კონფერენციების წამოღება, რომელიც დაუშვათ იგეგმებოდა ისევ დუბაიში თუ დაუშვათ აღმოსავლეთის ქვეყნებში, რაღაცა კონფერენციები იყოს თუ კულტურული ღონისძიებები, რომლის ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს და შევთავაზოთ საქართველოს. ვახერხებთ ამ მიმართულებით უფრო მეტ აქტიურობას, აქ კერძო სექტორის პრობლემა ჩანს, სახელმწიფოს უწყებების ორივე ერთად აუცილებლად უნდა დავუშვათ და ვიფიქროთ, კიდევ ერთხელ ვიძახი, ბევრი მოლოდინი იყო და დიდი დატვირთულობის კარგი დასაწყისი იყო წლის და ესე უნდა გაგრძელებულიყო, შოკი მივიღეთ, რეალურად ეს იყო რაღაცა შოკური მდგომარეობა, როდესაც უცბად განახევდა დატვირთულობა, კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს უნდა აუცილებლად ერთობლივად ბიზნესმა და სახელმწიფო ტურიზმის მიმართულებით სახელმწიფომაც უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ ის ღონისძიებები, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომელიც მაღალ გადამხდელუნარიან ტურისტს მოიყვანს, რომ სწრაფად შევთავაზოთ ქვეყანა, თუ არის შესაძლებელი იმისი, რომ ეს ღონისძიებები არ ჩავარდეს და წამოვიდეს მაგალითად ჩვენს ქვეყანაში და
არის ამის დიდი პოტენციალი, რომ ნამდვილად წამოვიღოთ. კიდევ ერთხელ ვიძახი, ბევრი კონფერენცია და კულტურული ღონისძიება იყო დაგეგმილი, როგორც დუბაიში, ასევე კატარში და ასევე სხვადასხვა მსგავსი დღეს, რომელიც შეიძლება რისკის ქვეშ არსებობდეს იმ ქვეყნებში, თუნდაც ევროპული რამოდენიმე ქვეყანაშიც კი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მეტად წითელ ზონაში ხვდებოდეს ვიდრე საქართველო, ასე რომ ამაზე სწრაფი შეთავაზებები და ამაზე მუშაობა არის დღეს საჭირო. აუცილებლად ახს ასაკვირველია კიდევ ერთხელ ვიძახი იმ კონტაქტებით, რომელიც სახელმწიფოს საერთაშორისო მასშტაბით გააჩნია და რომელიც ბიზნესაც გააჩნია ერთობლივად და ვიმუშაოთ ამ. და კიდევ ერთ თემა, რომელსაც ასევე აუცილებლად მინდა შევეხოთ, ეს არის თვითონ სასტუმრო ბიზნესის მიმზიდველობა საინვესტიციო კუთხით. რეალურად რამდენად არის კვლავად საქართველო ამ თვალსაზრისით საინტერესო, როდესაც გლობალურად აი ამ ხელა პრობლემები ხდებათ, მაგრამ თითქოს უსაფრთხოების კუთხით და საბედნიეროდ ასეა, საქართველოში არაფერი მსგავსი არ არის და გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენ წარმოვჩინდეთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. სასტუმრო ბიზნესისადმი ინტერესი ინვესტორების მხრიდან რამდენად აქტიურია? დღესდღეობით ძალიან რთულია ვიმსჯელოთ ინვესტიციებზე, იმიტომ რომ ზოგადად არის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სავალუტო ფონდის კვლევაც, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ შემცირებულია, ინვესტორები რასაკვირველია ფრთხილობენ და უყურებენ რა იქნება, როგორ დასტაბილურდება სიტუაცია, რასაკვირველია მე მაქვს როგორც ჩემი საკონსულტაციოდან ურთიერთობა, რამოდენიმე ბიზნესმენთან საუბარი გვაქვს და არ გაუჩერებიათ საერთაშორისო ინვესტორთან, არ გაჩერებულა პროცესი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, ამას დარწმუნებული ვარ, რა ისახება და ამას უნდა დავანახოთ, რომ არ არის თბილისი მხოლოდ ტურისტული ქალაქი. ხო, ეს არის ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოტენციალი რეგიონების განვითარების, რომელიც კიდევ ერთხელ ვიძახი, ძალიან აუთვისებელი არის ბევრი მიმართულებით. ის ზუსტად ის ტურისტული საინტერესო მიმართულებები, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს ტურისტს აინტერესებს, ახალი ლაგჟერი გახდა ის, რაც ჩვენი ქვეყანამ შეიძლება შესთავაზოს. ეს არის სოფლის მეურნეობის მიმართულების ტურიზმი, ეს არის მეღვინეობის, აგროტურიზმი, მეღვინეობის ტურიზმი, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა მხარეების, ისეთი როგორც არის რაჭა, სვანეთი, არ ვიცი, სამეგრელოს უდიდესი პოტენციალია, ხო, კახეთის კიდევ ძალიან დიდი ნაწილი აუთვისებელია. მგონია, რომ რეგიონებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა სწორი შერჩევა ჭირდება პროდუქტის, რომელი პროდუქტი შეიძლება არსებობდეს თითოეულ რეგიონში, ხო? ძალიან კარგად დაგვანახა ზამთრის სეზონმა, რომ სათხილამურო მოთხოვნა, იმაზე, რა ქვია, მიმართულებაზე მოთხოვნა ძალიან აქტიურად იზრდება და წელს რაღაცა ამინჩიც გაგვიმართლა, საკმაოდ კარგი მაღალი სეზონი, დიდი გრძელი სეზონი გვაქვს და აქედან გამომდინარე მგონია, რომ აი ეს პოტენციალი, როგორც დაუშვათ სამთო კურორტებს აქვთ, იგივე პოტენციალი აქვთ რეგიონებში ბევრ სხვადასხვა კურორტებს, სხვადასხვა გამოჯანსაღებელი მიმართულებით და ამისი ათვისება აუცილებელია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ და ტრადიციულად გეტყვით, რომ სიამოვნებით გიმასპინძლებთ ყოველთვის ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში ვალერი ჩეხერია საუბრობდა.